საჯაროდ პირველად დღეს გამოჩენილი მთავარი პროკურორის განათლებასთან დაკავშირებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს კითხვები აქვთ. საპარლამენტო უმცირესობის განცხადებით ოთარ ფარცხალაძის დიპლომი, რომელიც გუშინ გამოაქვეყნა ყალბია. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით მთავარმა პროკურორმა სკოლა 1992 წელს დაამთავრა და 1995 წელს სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხს ვერ მიიღებდა. ეს დიპლომი არის ყალბი, ჩვენ გვაქვს მსგავსი დიპლომები არაერთი, სადაც ძალიან ნათლად ჩანს, რომ ციფრები, ანუ ნუმერაცია არის გაყალბებული, ციფრები, რომელიც არის ზემოთ მითითებული და ქვემოთ მითითებული განსხვავდება ერთმანეთთან, მაშინ როდესაც ყველა სხვა დიპლომში ერთი და იგივე ნუმერაცია არის ზემოთ ქვემოთ. ბეჭედზე, რომელიც არტყია, არანაირი ნუმერი არ აქვს და ეს ფაკულტეტი იძლეოდა იურისტის კვალიფიკაციას და არა სამართალმცოდნის კვალიფიკაციას, როგორც აქ არის მითითებული, ოღონდ ამის გაცემა დაიწყო ერთი წლით გვიან და არა იმ წელს, როდესაც მთავარ პროკურორს აქვს მითითებული. და ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა მიმართოთ ქალბატონ თეატრულუკიანს, რომელიც რატომღაც გუშინ წინ როდესაც მოხდა ამ ფაქტების გახმაურება, მთავარ პროკურორთან დაკავშირებით აღმოჩნდა, რომ გავიდა შემგულებაში, გასაგებია, რომ შემგულებაში ყოფნა არის კარგი, მაგრამ ეს ადამიანი კიდევ იმდროულად გარდა იმისა, რომ არის კრიმინალი და ახლაც ეს პოლიტიკური დევნას ოპონენტების არ ფლობს იმ კვალიფიკაციას, რომელიც არის აუცილებელი იმისათვის, რომ იყოს მთავარი პროკურორი. საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით მთავარ პროკურორს თანამდებობის შესაბამისი განათლება აქვს. დავით საგანელიძე იმედს გამოთქვამს, რომ შესაბამისი ინსტანციები ოთარ ფარცხალაძის განათლების შესახებ ცნობებს გამოაქვეყნებენ. მე მაქვს ის ინფორმაცია, რომლითაც ძალიან კარგად ვიცი, რომ არანაირი კანონი არ დარღვეულა, მას აქვს შესაბამისი განათლება, მას აქვს შესაბამისი დიპლომები და ეს დიპლომები გაცემულია ისე, როგორც უნდა იყოს გაცემული. დანარჩენი თუ რამე კითხვა ჩანს და თუ რამე კითხვა არსებობს, განათლების სამინისტრო უნდა წარმოადგინოს და თქვას, რომ დიპლომი არსებობს თუ არა და რომელი უმაღლესი სასწავლებელი იძლევა ამ დიპლომს. და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის ინსტანცია, ვისაც ეს ევალება, ამ დიპლომებს წარმოადგენს. პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დიპლომის მიხედვით მთავარმა პროკურორმა საქართველოს ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში 1991 წელს ჩააბარა და 1995 წელს იგი სამართალმცოდნეობის სპეციალობით დაამთავრა. საჯარო რეესტრის ბაზაში მოპოვებული დოკუმენტი კი აჩვენებს, რომ საქართველოს ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში 1991 წელს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი არ არსებობდა და ის მხოლოდ 1992 წლის 2 ივნის განათლების სამინისტროს თვის შემდეგ შეიქმნა. 1991 წელს საქართველოს ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს სტუდენტებისთვის მხოლოდ საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიის, სოციოლოგიის, ეკოლოგიის, ხელოვნებათა მცოდნეობისა და ტურიზმის მართვის სწავლების უფლება ჰქონდა. უცნობია ოთარ ფარცხალაძე სანამ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე გადავიდოდა ამ სპეციალობებიდან რომელს ეუფლებოდა. საქართველოს ღია ჰუმანიტარული უნივერსიტეტი დოლიძის ქუჩაზე 61 სკოლაში მდებარეობდა. პედაგოგების განცხადებით, სასწავლებელს სკოლის მესამე და მეოთხე სართული ეკავა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ნასამართლობის საკითხთან ერთად მთავარი პროკურორის განათლების შესახებ არსებულ კითხვებზე პასუხებს ითხოვენ. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენლის გია გვილავას თქმით, ფარცხალაძის მიერ გამოქვეყნებული დიპლომი საკმარისი მტკიცებულება არ არის. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიური და თემები, რომელიც მთავარ პროკურორს უკავშირდება და ეს ბუნებრივიც არის, როდესაც ჩნდება რაღაც კითხვის ნიშნები ისეთი მაღალი თანამდებობის პირისთვის, როგორც არის მთავარ პროკურორი, მას ადეკვატური და დროული რეაგირება სჭირდება, იმისთვის, რომ საზოგადოებამ გაიგოს სწორი ინფორმაცია. ჩვენ პასუხები არ ვიცით. როგორ გაიარა ეს კურსი, რა წესებით, იმ დროს ამ დაწესებულებას ჰქონდა თუ არა შესაბამისი ლიცენზია, რეგისტრაცია გავლილი ჰქონდა თუ არა, ეს არაფერი არ ვიცით. ზუსტად ამიტომ ვსვამ ჩვენ კითხვას, უფრო მეტი დეტალები გვჭირდება ამ თემასთან დაკავშირებით და პროკურატურა და პირადად მთავარი პროკურორი სამწუხაროდ ამაზე პასუხს არ ცემს. პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, მათ უკვე გამოაქვეყნეს ოთარ ფარცხალაძის დიპლომი და განათლებასთან დაკავშირებულ სხვა კითხვებზე პასუხის გაცემას არ აპირებენ.